ძვირფასო ტელემაყურებლებო, ძვირფასო სტუმრებო, ეხლა შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტს. ჩემთან შემოვა სტუმარი, რომლის ახალ და გვარს მე შეგნებულად არ ვასახელებ, კადრში თქვენ თვითონ ნახავთ. შევა აი ამ პატარა ოთახში. ამის შემდეგ მოვიწვევთ ნათელმხილველს და ის იმეტყველებს ვინ არის, რა არის, რატომ არის წარსული, მომავალი და ასე შემდეგ. სტუმარი სტუდიაში. კითხავებთან თუ დადიხარ? ყოფილ ვარ კი არ დაგინო. და რატო ყოფილ ხარ? რავი, უბრალოდ სამის მოყარეობა. და როგორ იკმაყოფილი ხარ? საერთოდ. არასდროს ჩემთვის საინტერესო არის არაფერი არ ვიცი, სისულელების მეუბნებიან ყოველთვის. აი რა გაინტერესებდა? ანუ ცუდად იყავი, რომ წახვედი? არა, უბრალოდ მეგობრები მიდიოდნენ და რაღაცა თავისუფალ დროს ყოფილა ისეთი მომენტი, რომ გავყოლია. საერთოდ ვერაფერი ვერ გითხრეს? ვერა. შეხვალ აი ამ თეთრ ოთახში ის გაგიშლის კარც და ვნახოთ აბა რა სიტყვის. ის თანახმაა ამ ექსპერიმენტზე. საინტერესოა ჩემთვისაც და ახლა კი სტუდიაში ვიწევთ ჩვენს სტუმარს ქუთაისიდან ალექსანდრე ბილიხოძეს. მომძანდი ალექსანდრე. ალექსანდრე, შენ დაგვთანხმდი ძალიან რთულ ექსპერიმენტზე და ჩვენი სტუმარი უკვე აი ამ თეთრ ოთახშია და არ ვიცი მე დარწმუნებული ვარ რომ რაღაცას გამოიცნობ. მე ვერ გეტყვი, ანუ ვერანაირ მინიშნებას ვერ მოგცემ. ქალია, კაცია, რა ასაკის არის, რა პროფესიის არის და როგორ მიხვდები კარტის მეშვეობით? კარტით ახმარებით. სანამ ალექსანდრე კარტს გაშლიდეს, მანამდე მეორე ექსპერიმენტისთვის ჩვენ სტუმარს შევთავაზებთ ყავას. თუ შეიძლება ყავა შემოიტანეთ? არა მოიღო. აი ეს არის ყავა, რომელსაც დალევ და მერე გადაატრიელებ. ეს უკვე მეორე ექსპერიმენტისთვის არის და ჩაიფიქრე რა გინდა მომავალში. როგორ ვიდა ეს ყველაფერი დავიჯერო. ალექსანდრე, დაიწყე. როგორ ნერვიულობ. მეც არ ვიცი, რატო ორივეს მაგივრად ნერვიულობ. მოჭერი შენსკენ. მაშასე დაიწყო საკმაოდ დაძაბული პროცესი. მართლა ვღელავ იმიტომ რომ მინდა რომ ალექსანდრემ გამოიცნოს, ვღელავ იმიტომ რომ მინდა ჩემი სტუმარი კმაყოფილი დარჩეს. ვნახოთ რა მოხდება. მე მინდა რომ ამოვიღო ვალეტი აგური. რას მინდა ვალეტი აგური? ამ ეტაპზე ხედავ რომ ეს პიროვნება ამ პიროვნებას ამოუვიდა ბედი, მაგრამ ბედად არ ამოვიდა გოგო. მე ეგრე ვხედავ. ძალიან სკანდალური პიროვნება არის. თითით მიხათითებელი, ხან გლახად, ხან კარგად. მე ეგრე ვხედავ. ბავშვი ამოვიდა, მაგრამ ბავშვი პირადი არ იქნება, იგი უფრო არაქართველიდან იქნება ქალი, რომელიც იქნება არაქართველი და სუროგატი დედა, აი ამნაირად ვხედავ მე, რომელიც ეყოლება მალე ამ ადამიანს პატარა ბავშვი გოგონა. ანუ მე ამ ადამიანის ორიენტაცია ვხედავ გარდამავალად. არ ქალი არის, არ მამაკაცი, მე ეგრე ვხედავ. მამაკაცი არის, მაგრამ თხოვდება მალე. მე ვხედავ ეგრე. კონკრეტულად შეიძლება რა გქონდა, იმიტომ რომ ესე დავაანონსე, მისი წარსული, აწყო და მომავალი. ეს ადამიანი არის ბავშვობიდან ბუნებრივად არაორდინალური, არის კუთხური წარმოშობის, ანუ რაიონიდან არის, მე ეგრე ვხედავ.
ჩვენ ყველა რაიონიდან ვართ. ხო, ანუ არ არის თბილი ხელი, ეგ მინდოდა რომ ეთქვა. არის რაიონიდან, ამის პრობლემა, ანუ მამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით დიდი პრობლემები ჰქონდა. მაგრამ ეტაპობრივად დაუვაგდა ეს პრობლემები. არაერთხელ არის ფიქრით გადარჩენილი. არაერთხელ. ბევრი გაკვირვება აქვს გავლილი. დიდი პრობლემები. არაერთხელ გავუხედიათ ფიქრით თვალებს. მაგრამ ეს გოგო არ არის. გოგო არის ხინაგანად, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი რომ გოგო არის, მაგრამ კარტში ამას როგორ ხედავ? მომდის და კარტი მეხმარება. მოგდის და კარტი გეხმარება. კარტი მეხმარება. და კარტში მე არა ვარ კარგად დამოკიდებული, უბრალოდ განახაობრივად უბრალოდ მეხმარება კარტი. და ეს პიროვნება საქართველოს გარეთ რაღაცა ოპერაცია გაიკეთებს და იქნება ნორმალური გამოყალიბებული ბედნიერი ადამიანი. მოდელივით ამოვიდა, აი ხედავ რომ აი მოდელივით რას ნიშნავს? ანუ გამოდელო, ანუ იმნაირად ხედავ რომ უფრო ხელოვანი არის. ამის კარიერა ხელოვნებისკენ მიდის. ამოუვიდა პიროვნება გვერდით ბოიფრენდი, რომელიც მეუღლე იქნება მალე. და იქნებიან ბედნიერები. ამოუვიდა ახალი ბინა. ახალი რა? ახალი ბინა. ანუ მატერიალური მდგომარეობა იქნება ძალიან კარგად და იქნება კმაყოფილი. აქ დადებითი, აი ყველა ენდობა. დადებითი ენერგეტიკა აქვს, მაგრამ თუ გაბრაგდა, მე ძალიან რთული ხდება და არ უნდა გაბრაზდეს, აი ეხლა არ გააბრაზო ის არა, მე არ გავაბრაზებ. იმიტომ რომ მიხვდი რომ ძალიან რთულია. ტრისას თუ გაბრაზდა. არა, მე არ მეხინია, იმიტომ რომ მე არაფერი პრობლემა არ მაქვს ამ ადამიანთან ხულ არ ვიქცი ვინა. მე ვყვები, ანუ პიროვნულად როგორ არის თვითონ ადამიანი. იშვიათად რომ კონტროლიდან გამოვიდეთ, მაგრამ თუ დაკარგა კონტროლი, მე ხდება ხარხი. აურა აქვს დაბინძურებული, ამათ დახმარება უნდა, გამოლოქვა უნდა, რომ ამ პიროვნებამ უფრო მალე და მარტივად გააკეთოს თავის პირადული და მატერიალური. შენ შეგიძლია გავუსწავლო. და დავეხმარები თუ ექნება ხურვილი. და დახმარების შემდეგ რა დაემართება? დახმარების შემდეგ იქნება ძალიან ბედნიერი, უფრო მარტივად გამოუვა ყველაფერი. ვხედავ რომ მატერიალური პრობლემები აქვს პერიოდულად, ოღონდ ყოველთვის არა. არა ქართველი დაუდგება კარგად გვერდით, მაგრამ არა ქართველი არის ექიმი. ექიმი ამ ექიმიდან გამომდინარე თავის თანაფიქრი და ხურვილი ყველაფერი დაკმაყოფილება ექნება ამ ადამიანისგან. შავით მაქვს ქერა არა. შეღებილია თუ თავისია? იღება უფრო მეგრევ ხედავ. აი მოდელია, ხელოვანია. არ არის დაუშვათ მომღერალი, ან არის ცნობილი პიროვნება, მაგრამ არის უფრო ხელოვნური. ალექსანდრე, რა მაინტერესებს? ეხლა რასაც საუბრობ. დიახ. 100%-დან რამდენი პროცენტი გგონია, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა? 95%. და ის 5% რა არის? ის 5% არის რაღაც იმედი, რომ დავიტოვოთ. ან დადებითი, ან უარყოფითი. ბევრი დაქალები ყავს, ბევრი მეგობრები ყავს, ბევრი ენდობა, ყველაფერს უყვება, თავი არ მომეკონე, ცოტა სამართლებრივი პრობლემები აქვს. არა ქართველი ამ ადამიანით დაინტერესდება. და დიდი ჰონორარი ელოდება. თუ შეიძლება რა უთხრათ 5 კარტი რო ამოიღოთ. 5 კარტი? დიახ. არა მოაბრუნო, თვითონ არ ნახო. კარტია.
შინაგანად არის ხუფთა უბოროტო, კეთილი, თან გადაყვება ადამიანს, მაგრამ ხდება ხოლმე ბოროტი იგულებულია, რომ გააბოროტებ, იმიტომ რომ ხანდახან ადრე უფრო აბოროტებდნენ, ვიდრე ახლა. მაგრამ აქ პერიოდები, რომ იგულებულია აფთარივით გახდე. პოპულარული მამაკაცი დაუდგა გვერდით. და იქნებიან დიდი ხანი ერთად. და ბედნიერები. მაგრამ ამ პიროვნებას ყავს ძალიან ბევრი მტერი. ამ კერძთან დაკავშირებით იკონტროლოს ჯანმრთელობა. კერძთან დაკავშირებით პერიოდულად. გლახა არაფერი არ ელოდება, ყველაფერი კარგად ექნება და ორი პიროვნება, ერთი ქართველი და ერთი არაქართველი დაუდგება იმნაირად გვერდით, რომ მატერიალურად იქნება კარგად. ძალიან დიდი მადლობა. დაბრძანდით. ჩვენი მეორე სტუმარი, ქალბატონი ლია ხუციშვილი, აი აქ დაბრძანდით, ჩვენი ხშირი სტუმარი ხართ. მე არ უნდა ჩავიხედო, ხო? ჩაიხედე მნიშვნელობა არ აქვს, კი. ესე? დავიწყოთ? და მე რატომ მიკანკალებს გული, არ ვიცი. რა იქნება ალბათ. მან ვინც ზის ამჟამად და იმ წუთში ეს ადამიანი ვითომ ბედნიერია, ამ დროს ბედნიერი არ არის. იმ თავიდან დაბადებიდან მოდის სულ ტანჯვით, მოდი ესე ვიტყვი. არავის არაფერს არ უშლის. ყოველთვის რაც ქონია ნათესავი და ქალი შინაური გარეული ყოველთვის ყველასთვის პატივი უცია. მაგრამ მაინც გარიყეს ეს ადამიანი. თავისთვის თვითონ თავის გულში ნერვიულობს რა. სიყვარულთანაც დაჩაგრულია. ხან უმართლებს, ხან არ უმართლებს, მაგრამ თავის თავს მაინც ყოველთვის ბედნიერად როგორ ვთქვა, აჩენს. ხალხში ტრიალებს როგორ ვთქვა რა. არ ვიცი ახლა ეს ელიტა პირადულია თუ როგორ არის ეს ადამიანი შორგზაზე წავა. აუცილებლად თავის მიზნებს მიაღწევს. თავის სახლი არა აქვს. ნუ ეცემა მომენტებში ესე რომ ვთქვათ რა, აი როგორ ვთქვა, აი ნუ ეცემა. ძალიან ბევრი რამე გადაუტანია, აი როგორ ავხსნა ეს სიტყვა. გინდაც დამცირება, გინდაც გაჭირვება ყველაფერი, მაგრამ ამ ეტაპზე მყარათა დგას. თავისი ფულიც აქვს, სულ ყველაფერი აქვს, მაგრამ სულიერი სიმშვიდე მაინც ვერ იპოვა რა, ვერ იპოვა, იტანჯება. რა ტანჯავს? თავის პირადი ცხოვრება. ორ ფაზაში მეჩვენება ეს ადამიანი, ორ ფაზაში. ერთი ფაზა. როგორ ავხსნა ეს სიტყვა, ეხლა ორი ფაზა, ქალსაც ნიშნავს, კაცსაც ნიშნავს, ქალიც არის, კაციც არის, ყველაფერია თვითონ ცხოვრებისეულადაც და ისედაც. მაგრამ ნუ რას დროს, აი აუყურე ნახე რა, ფული აქვს, არა აქვს, ფულს უშოულობს, მაგრამ ფული სულ არა აქვს. აქვს იმდენი თავისი პირადული მოაგვაროს რა. ეხლა რო გითხრა ჯადოები აქვს და რაღაცეები არა, მაგრამ ანგელოზი იშვიათად უახლოვდება. გაბუტული ყავს თავისი ანგელოზი და ეს მოდის ყველაფერი ძველიდან. მოდი ესე ვიტყვი, თავისი ძველი ფუძიდან. ნუ ლაპარაკობს. თავისი ალალიგულით, ნუ ლაპარაკობს. გაჩვენდეს რა. თავისი სიალალით ლაპარაკობს. აი, იცი როგორი ბედია, ლარიანი რო იტყვიან, მანიკური რო ესვას და სხვა $100, მაინც ეს იღებს თვალს. ეს წავა შორგზაზე საზღვარგარეთ. არ ვიცი, გათხოვდება, რას გააკეთებს, თავის სურვილს მიაღწევს 100%-იანი. ხალხში ტრიალებს, კაი კაცებშიც ტრიალებს, კაი ქალებშიც ტრიალებს. რაღაცებზე გულიც წყდება, მაგრამ მაგრად იყვეს. თავის ღმერთს, თავის ანგელოს მიენდოს. წარსულში კიდე სიყვარულთან აქვს ესეთი ცრემლი დარდი, რა ვიცი, მაგრამ თავის ფასი ყოველთვის იცის და ამით კაჭავს. მოდი ესე ვიტყვი რა. ისია უკვე რომ ყველაფერმა დაღალა რა, თითქოს აღარავისი, აღარაფრის აღარაჯერა. აი არ იცის რა ქნას რა გააკეთოს. ამენებს და ჭორებს კიდე ყურადღება არ მიაქციოს. თითქოს ეხლა აღარ აქცევს, მაგრამ ადრე ძალიან განიცდიდა ხოლმე, მარტო სულად იცნობდა თავს და ეხლა ცოტა მყარათა დგას რა, იქ ამხანაგი იქის და რაღაც თუ გინდა შეკითხვა დამისვით. შეკითხვა არ ვიცი, აბა შევალდა ვკითხავ. კი ბატონო.
აი ესეთი კონკრეტული კითხვა აქ. ორსულად ვარ თუ არაო აინტერესებს. ორსულად ვარ თუ არაო? გაპოსტავებას ვხედავ. ანუ არ არის? გაპოსტავებას ვხედავ ბავშვთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის და ბავშვი ჩანს მომავალში. არ ვიცი ახლა ჯვარის წერია, მაგრამ ამ ეტაპისთვის დღესდღეობით სამაგისო არაფერი არ არის. ღმერთმა კარგად ამყოფს. ქალბატონი ლია, თუ შეიძლება აქეთ გადმობძანდით. ახლა დაუძახოთ ჩვენ სტუმარს, რომელმაც ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა და ის გეტყვით როგორი კმაყოფილი იყო და ასე შემდეგ. მობძანდით სტუმარ. გამარჯობა, მოგესალმებით. გაბრძანდით. გისმენთ კესო? მე ზოგადად არ მჯერა მკითხავების და ნუ თუ როგორც არის, რა ვიცი, წინასწარ მეტყველი და ასე შემდეგ. ნუ რაღაც ხმა ბავშვობაში ყოფილ ვარ, რაღაც მქონია რაღაც ინტერესი და ნუ რაღაც სისულელები უთქვამთ. ნუ რაღაცები, ბევრი სისულელე თქვეს, ბევრი რაღაცები გაარტყეს, არ ვიცი, დამინახეს თუ იცოდნენ რომ მე ვიჯექი, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ისეთი რაღაცები, ისეთი თემები გაარტყეს, სადაც ყველა მიცის, ანუ მიხვდნენ ისეთი რაღაცები. ამ შემთხვევაში მე შემიძლია ვთქვა, მე რაც ვიცი, ნამდვილად არ დაუნახი ხართ, მაგრამ რა იყო შენთვის იცი როგორი თემები და რა იყო? რაც მასა მიცის, ბევრი რაღაცები იყო, ძალიან სისულელე გამეცინა კამერაში, ძალიან ბევრი სხვათა შორის და ნუ ძალიან კარგად ვიხალისე, მაგრამ რაღაცები მიხვდა თუ გაარტყა, ნუ მე ვფიქრობ, რომ მკითხავები არიან კარგი ფსიქოლოგები და მithumetas ეს ამ შემთხვევაში არ ვიცი ეხა როგორანაირად, მაგრამ ბევრი ისეთი რაღაცა შეეშალათ და ბევრი ისეთი სისწორე თქვეს, რომ ესეთი სხვაობა მაშინ არ უნდა იყოს. ნუ მოკლედ მე არ მჯერა. ესეთ რჩევებს მე არ ვითვალისწინებ, იმიტომ რომ მე თვითონ ვთვლი, რომ ძლიერი ფსიქოლოგი ვარ, მე თვითონ ესე ვფიქრობ და კარგად მესმის და მე შემიძლია ესე ავიყვანო ვიღაცა, ესე დავისვა და ხო, მაგრამ ვესაუბრო და ძალიან ბევრი რაღაცა უთხრა. შედიხლა შეგიძლია ამ წუთში დაждდი აქ, შევიყვანოთ ვიღაცა და რამე თქვა? არა, ნუ არა, გამიკეთებია ეს რაღაცა, მაგრამ ეხა ამ წუთში არ შემიძლია, იმიტომ რომ ნუ არ შემიძლია. ადამიანს თუ წმენა არ აქვს, ესეთი ადამიანი არ უნდა გამოგვეყენებინა ამ შოუსთვის. ხო, მაგრამ საქმე რა შეიძლება, მე არ ვიცი, მე არ მწამს ესეთი რაღაცების და აქედან გამომდინარე, ეხა ყველასთან შეხედულება აქვს, მე არ ნუ არ. ფაქტია, რომ ჩვენ არაფერი არ ვიცოდით და არ დაგვინახეთ ხარ და არც ვიცოდით რა იყო, ვინ იყო, კაცი იყო, ქალი იყო, რა იყო. მოვედით და არანაირად არ დაგვინახეთ. ნუ არ ვიცი, ეგ ეხა თქვენი საქმეა, ეს არის უბრალოდ ჩვენი შეურაცხყოფა. არ გჯერა ერთი თემაა, მაგრამ არა, შეურაცხყოფას არ გაყენებთ, რა სისულელე, ყველა ადამიანს თავის შეხედულება. ყველაფერი რეალობა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი ბიზნესი. მე არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ რო დაგინახეთ, მე ესე ვფიქრობ, რომ სისულელი არ არის. კარგ მკითხავთან წავსას ჯობია რომ წახვიდე ძალიან კარგ ფსიქოლოგთან და გაესაუბრო ვიდრე რაღაცა მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ჩემთვის მიუღებელია ყოველი შემთხვევისთვის. დიდი მადლობა, ესე შედგა ექსპერიმენტი, იყო თუ არა ეს საინტერესო, ამას მაყურებელი გაარკვევს, დიდი მადლობა. ეხლა კი შემდეგი სტუმარი და გავაგრძელებთ ჩვენს ექსპერიმენტს, კესო დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა.